მოყვარელო მშობლებო, მასწავლებლებო, დღეს ჩვენ მეოთხე კლასის მოსწავლეებს გამოსაშვები ზეიმი გვაქვს, ანუ შეჯამება იმ ულამაზესი წლებისა, რომელიც აქ ამ კედლებში გავატარეთ. 4 წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენი მშობლიური სკოლის კედლებს ვესტუმრეთ და საკლასო ოთახში მასწავლებლის ღიმილი შემოგვიგება 4 წელიწადი. იცით მსმენელო, ეს 4 წელიწადი რა 4 წელიწადია? პირველი, რომ საშუალება მოგვეცა ცოდნის ტაძარში შეგვებიჯებინა, იქ სულიერი მოწვლის საპოვნელად. მეორე, ეგ 4 წელიწადი ცხოვრების წყაროს სათავეა, ბეწვის ხიდია სიბრელესა და სინათლის შუა გადაჭრით. მაგრამ ყველასთვის კი არა, მარტო იმათთვის, ვისაც სწავლა მოსწურებია, რათა ჭკუა ავარჯიშოს, მისადაგულს მოძრაობა მისცეს, ფეხი არ გულოს. ეს ის 4 წელიწადია, რომელიც ჭაბუკის ტვირსა და გულში გამომყარდავს ხოლმე ცხოვრების კვირტსა. ეს კვირტი კიდევ კვირტია, რომელიც მშვენიერი და ბრწყინვალე გამოვა და ძალიან ფასო 4 წელიწადო, ნეტავი იმას, ვისაც შენგან გადაგვი ბეწვის ხიდი ეხთაქოს არ ჩასწოდომია. ნეტავი იმას, ვინც შენერეგიანად მოგია. მართლეთის კონკურსში იყო 4 წლის წინ, სექტემბრის დილა, როცა ჩვენმა მშობლებმა ხელით აგიდებულები მიგვიყვანეს სკოლაში. თუ არა გაფართოებულები, შეცინული ბეღურებით, ცნობით მოყარებით, შევყურებდით სკოლის შენობას. ყველას ჩვენ გაშემოხდებოდათ და საშიშინებულები დედას ვეკრიბოდით. ამ დროს ჩვენთან მოვიდა ერთი უცნობი ქალი, რომელმაც თბილად გაგვერემა მოგვეფრე და მოგვიარსა და თავისთან წარგვიყვანა. ეს იყო ჩვენი პირველი მასწავლებელი. პირველი ზარის შრიალი მერხვის არ მოვიწყდება, ახლაც კი მესმის, რამ დამავიწყოს პირველი მერხი, პირველი მოსხო ნათქვამი იქს. როჩი ტივით გაგვინდა ოცნებაში ნანადრი, ჩვენო ცოდნის დაძარო, ჩვენო კლასო ნახვამდის, განაგენ მშვიდობებით, შენთან გაყრა გვახალებს, წერა ხომ აქვისწავლო, კითხვაც აქ შეგეყვარეს. სკოლის წკრია ლაზარი 4 წლის მანძილზე რამდენჯერ დარეკილა იგი, მისი წკრიალი გვაგონებს. ახლაც იმ გამორჩეულ დღეს, როცა ყვავილების თაიგული, ჩვენი პირველი მასწავლებელი, პირველ კლასში, პირველ გაკვეთილზე, პირველ საკლასო ოთახში ღიმილით შეგვიწყდა პაწაწინა პირველ კლასზე. დრო მიდიოდა, ბევრი სიზმრის და დაბრკოლების გადალახვა მოგვიწია. ჩვენ ვართ თაობა, რომელიც მამაც ურადებს უხილავ მტერს. ბევრი სიზმრის დაბრკოლება მოგვიწია დისტანციური, მაგრამ წარმატებით შევძელით თემში საფასებას. დისტანციური თვისფასი და საყვარელია სკოლა, საკლასო ოთახი, თანაკლასელები, რომლებიც უზომოდ გვენატრებოდა. უფრო მეტად შეგვიყვარდა და დავაფასეთ სკოლა, გაკვეთილები, ჩვენი მასწავლებელი. დაგვავიწყო როგორ როგორ ჩაგვექრო ჟუბიტოლებში დაგვავიწყოს პირველი ზარი და მასწავლებლის თქმილი არის. რაინა წახდეს ერიც და ეცესოშვილი. დღევანდელი ზარის წკრიალი კი სულ სხვა. იგი არ გავს არც ერთ ადგილებს. ეს ხმა გვაშორებს ჩვენს პირველ მასწავლებელს და გვაცნობს ახალი ცხოვრების დაწყებას, რომელიც გველოდება მომავალი სასწავლო წლიდან, ახალ კლასში, ახალ მასწავლებელს.
ბუნების კანონით ჩვენ ვიზრდებით და ახალი ჰორიზონტები გვეშლება. წინ ჯერ მაღალი კლასები, შემდეგ კი ცხოვრების ფართო ასპარეზი. ვინ იცის მომავალში ვინ გზას ავირჩევთ. დღეს მე შევითავსებ ჟურნალისტის პროფესიას. მე ჩემი კლასელებისგან ავიღებ ინტერვიუ. თუ რა პროფესია უნდა კლასში? ახლა თუ შეიცვალა საქმე. მე ვარ ანაელია ათწლის. მე მინდოდა პირველ კლასში გამოსულიყავი მხატვარი და აზრი არ შემიძლია. ეხლა მინდა ცნობილი მხატვარი გავხდე. გამარჯობა, მე ვარ მარია მუნდელი. 9 წლის პირველ კლასში მინდოდა ჯარისთავობა, აზრი შევიცვალა და ეხლა მინდა პროფესიონალი არქეოლოგობა. გამარჯობა, მე ვარ რამთანელი გოგიაშვილი 10 წლის. მე პირველ კლასში მინდა და ექიმობა, მაგრამ მოდი შეიცვალა და ეხლა მინდა გავხდე ცნობილი მომღერალი. ვარ 10 წლის. მე მინდოდა პირველ კლასში გამოსულიყავი მსახიობი, მაგრამ აზრი შევიცვალა და ახლა მინდა გამოვიდე პროფესიონალი სტომატოლოგი. მე მინდოდა პირველ კლასში გამოსულიყავი კბილის ექიმი. აზრი შევიცვალა და ახლა მინდა ცნობილი მსახიობი. გამოსულიყავი ჯარისკაცი, ახლა შევიცვალე აზრი და მინდა პროფესიონალი სტომატოლოგი. მე მინდოდა პირველ კლასში გამოსულიყავი ფეხბურთელი და აზრი არ შემიძლია და ახლა პროფესიონალი ფეხბურთელი და ესენია რონალდინო, რონალდო და კვარცხელი. მე ვარ გაბრიელ ჩუბინიშვილი, მე პირველ კლასში მინდოდა არქეოლოგობა, აზრი შევიცვალა და ახლა მინდა ძლიერი ალქიმიკოსობა. პირველ კლასში მინდოდა ექიმობა, მაგრამ აზრი არ შემიძლია და მინდა გამოვიდე პროფესიონალი. მე ვარ ნიკოლოზ გოგიაშვილი 9 წლის. მე პირველ კლასში მინდოდა გამოსულიყავი ექიმი და ახლა არ შემიძლია აზრი და კიდე მინდა პროფესიონალი ექიმი. შენ შემიძლია აზრი, უნდა ჩადიერიო. შენ სხვა რაღაცა გინდოდა და რატო შეიცვალე აზრი? ორივე. მიკროფონი მივუსვიდე. ადეთი შენ შეიცვალე გაჟღა და შენ ექიმის მინდა და YouTube-ი გინდა რომ გამოვიდა. მე ვარ დარიელ გუჟიტაშვილი 10 წლის. პირველ კლასში მინდოდა გამოსულიყავი ჯარისკაცი, აზრი შევიცვალა და ეხლა მინდა ცნობილი მოქანდაკეობა. ვეტერინარობა, მაგრამ არც ეს შემიძლია არც, მაგრამ ჟურნალისტობასაც შემიძლია ვეღარ. საუბრო და თქვენ ბაბათალა მამული საწმულოება თომათა თარუპანტოებს საქართველები ხდებით გაფასუს გავსამ თანამავლობა ხუთი არში და ჩვენ იმშობენ მამასაც არ დავხსნით თქვენ მშობლიური ენის მიდასა გასწორებას ენა არის დედაბოძის საქართველოს ეთნოგრაფია მკვლიანობის რაინა წახის ეს და ეს უთქვამ ჩვენ წინაპარს. ენა და მამული ფლობა განუყოფელი ერთად. ქართველი კაცი ბედნიერია იმითაც, რომ მისი მშობლიური ენა თავისი მრავალფეროვნებისა და ისტორიების მიუხედავად კირილიცაა და დროის მინებას დაუმორჩილებს. ვისაც ყველაზე მეტად უღარ ენა შეგიგებს, ვისაც ყველაზე მეტად გულზე აღეხატები ენა შეგიგინებს და შეგევეცროთ. ბედუკუხმართობის ისტორიულ ბედუკუხმართობის საკვარ-დაკვარზე არც ერთი იყო ჩვენთვის უცხო და არც მეორე, მაგრამ მაინც გავხდეთ.
უკვდავი და უშრობელი, ენა კულტური ვარდია, ხალხის და უხმობელი, ენა წარსულის მოწმეა და მომავალის მშობელი, ენა სიბრძნე არ წყორის გამყარი გაუქმებელი. ენა ხალხის დიდების სალარო შესანახავი, წარსულთა საუკუნეთა შესწყინა გამოსახავი, ენა სიწმინდის კვერთხია, უზადო და უძრახავი, ენაში მოინახების ყოველი მოსანახავი. ენა მოხდინა პარტაგას, მით განცდა მონაცემის, და როგორც ჯული, ენა უმაღლეს ყადეს რამცემი, მის დედანი თაყვანეს თავის სამშობლოს ნანასა, თების სისხლი ბილსერეს, ხაზებს საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენა, სიყვარულის ლექსის აღგრძელობს ზენა. მოიმღერა დღემდის უძველესმა ტომმა, შლეგი ჩანჩქერების ნაპრალებზე ხტომა. მყინვარების მყინვარების ცნობა, ჯაგნარებში ისმის ჯოლის ნავარს. გაბაზული ფარის ხეზე დაჯანგება და ქართული ფარის ფარზე დაჯახება. უძველესმა ტომმა დღემდის მოიმღერა, წიფებურის პანა ქარში როგორ ღელავს, საკინეთში გრძელზე როგორ სემენუროს და ვარსკვლავის ზღვებზე როგორ მოგზაურობს. საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენა, ხმათა ხავერდები და ღმერთები.
სწავლის სიხარული, ცხოვრების მანძილზე თან რომ უნდა გაყვას გაბრი მეგობარები და ნაპარევით გაგინახოს ხსა. წიგნზე უცებ წიგნი ჩვენი დროის ცხოვრება, მას ყველას ეჭიროს. მოხუციც და თმას, საკმარისი და უსაკმარისი ბავშვები. საბავშვო წიგნები იზრდება ახსოვებები და აღზევდა კიდეთი საქმეა. იმის ხდება ადამიანების მეთქობები. ახსის არსი წიგნის შეძენაში კი აღების გამოყენებაშია პროგრამაში. წიგნი შვენი ხდის შეველია. უწიგნური ხებრე კაცის დროშამ შეუხსენებია. წიგნით არის ქვეყანაზე, გააჩნია ომერახას. გარე-გარე თქვენი ხმავა დაუბრუნებს გონებას. წიგნი შენი მეგრული და შენი ბედის ვერავია. კატასტროფა გაგატანეს ტრადიციულზე გარდა. წიგნი ძვირფას წარადათა როდი გახდეს დამატება. ვინცაც ეს შვაბი მასაც როგორ გაერთიანდება. წიგნი ამათაც სოფლივი კიდევ უფრო გალამაზ და წიგნი რაც გავკარგე. წიგნმა უნდა გვასწავლოს სოფლიოში ბერძნების გადაწეს და საზრდოობს. ზე ვთქვათ, პატრიოტთა სერწილს უნდა შეხუდეს, პატრიოტთა სერწილს მოგზაურები უნდა შეხვიდე აზროვნების სამწავლოში გერას. წიგნი ძვირფასი ჭურჭელია, რომელიც ჩვენ გვაქვს, მაგრამ თვითონ კი არც არიანდება და კურსები. სწავლის მძებნელო ისწავლეს წიგნი, გიყვარდეს როგორც დედა მშობელი, იგი წყარო აზრის და სიბლის, წყარო მარადი დაუშვებელი, ცხოვრების გზაზე რომ არ დაეცე წიგნს და სიმართლეს დაედე მხოლოდ, ბეჭითი მხოლოდ სოფლად გაეძე, წარმატი ბრმა აინანებს ბოლოს. კალამი ხმაზე უფრო ძლიერია იაპონური. ჩვენ ხალხური სიბრძნეც ვიცით. მზეაურის ბუნება წუხდება წიგნს, აიკითხა მგონება რა დიდება გოგოლი. ყველა წიგნი ავტორს ჰყავს ინგლისური. მაგრამ მაგის თემში და მაგის ხმაზე გასულეს. წიგნი მეგობარია, წიგნი მასწავლებელია ლათინურით. არ არსებობს წიგნის კითხვაზე 14 სიამოვნებაში. კანტის დროის ხანჯის დროზე მეტი ძალა აქვს, რაც დაიწერა კანტთა ალტერნატივა ქართულად. დიდუმასული თუზილენები ომში გადაჭრით ხმათა ჯახანი. ხატის მორთხოვით გელათის ქვებით აშენა გულო ქართულო წიგნი. ქართული წიგნო სამრეკლო აღება. სამრეკლო რომელიც სიტყვა ენის წერო, წერობა ახალგაზრდა. დავაძლევ რომ გზავრო კეთილო ქართულო წიგნო მძიფრო დედი შემგული ფულში ამოყვანილო. ემოყევში საშუალო ზარების დაგევედრები ვით კირითხოვი. წიგნო უფარო გულის კარეგო გახსენ ბოლომდე რომ გიმსახურე. თქვენ თუ იცით პირველი პაპირუსის წიგნი 500 წელს დაწერილია. თქვენ თუ იცით პირველი ნაბეჭდი წიგნი 1450 წელს რომ დაბეჭდილა. მოიცით პირველი ნაბეჭდი ქართული წიგნი გაბრომში 1629 წელს რომ დაიბეჭდა. რომ პირველი ბიბლიოთეკა შეიქმნა ასურეთის ქალაქ ნინევიაში. თქვენ თუ იცით რამდენ წელს ოცხლავ წიგნი, ჩვენ კი ვიცით რომ წიგნი 25-40 წელს ინარჩუნებს სიტყვით. Shall
ითიწყება. ეს არის იაკობ გოგებაშვილის ნიჭის გამოგწვენება. მხოლოდ იაკობისთან მამულიშვილს ქართული ხალხის ხასიათის პედაგოგი და სათვალთვალების ადამიანს შეეძლო შექმნა ხმაწუთობის პირველი საკითხავი წიგნი. წიგნთა დედა დედაენა. იქ იწყება დედაენა. იას ხევოსდევს, მერესდოყო, ვაზი, პეპელა, კატკატი და კიდევ ვინაა რა. დედაენა გვასწავლის როგორ გულების მარს. გავიგოთ მისენა, როგორ ვაკეთოთ სიკეთე და დავუმოთ ბოროტები. ამ წიგნიდან გვესმის როგორი ძაღლი, ეს ჩუჩული, მეწყლის ჭიჭიკი და ყანიშრიანი. ჩვენ წინ გადაეშვება ფრინველთა და ნათლთა სამყარო. თადაბარ, ზღვა და ხმელეთისა და დედამიწა. აუტონომი და ფასდაუდებელი განცდევს ამ პატარა წიგნში, მაგრამ გასაოცარი ეს კი არ არის. გასაოცარი ის გახდა, რომ მას ორი ფულისაგან შემდგარი და ჩამოსხული ულამაზესი სხივის გასაღები ატყია. ამ გასაღებით ყველა შეუძლია ისარგებლოს. გახსნას ეს დიდებული სკივრი და მიისაფუთროს თვალმაგარი, რომელიც შიგაძვია. ამ ჩვენს დედაენას არაფერი დააკვდება, რადგან სიკეთეულები. აია, ეს არის თავდაპირველი სიტყვა ყველა ქართველისა, რომელიც პირველად გადაშლის წიგნს, რათა მადრიან კბილი ქართული ენას ესიაროს, ულამაზესი ქართული ანბანი გაიცნოს. მერე კი წარმოაქვთ გამგამა წყაროსავი, ყურვილი ცოდნისა, გაჰყვება ნაკადულს, შეერთება მდინარეებს, გავა ენის დიდ ზღვაში, სიკვდილით დაულეველ ზღვაში. ყველა ქართველი მოვალეა მუხლი მოიყამის დედაენის წინაშე და ხმამაღლა გაგარს. მადლობა დედაენა! ჩვენს ბავშვობას რომ სინათლეს ფრენდი დღეს შვილთა შენთა ლამბრად კი აფრთხ. მადლობა შენ და მადლობა შენ და მადლობა შენ და დიდო იაკო! ახლა კი წამოვიდგეთ ჩვენს მიერ დადგმ პატარა სპექტაკლს. რამშვენიერი დღე არის, კაშკაშა დილა გათევდა. რატომ ადგება ზარმაცი, თუ ხელის ღამეს ათევდა? არა ისვენებს ნებივრობს, ადგეს რა არის საჩქარო. პირველ გაკვეთით გააცდებს, დრო უნდა გააჩალიჩოს. წერს არხეინად გორაობს, დასვლას მოასწრებს სტოლებში და გადაეშვა ზარმაცი ოცნების ფართო მორებში. ნეტავინატრა მანატრა ეს ნატრა მიხდებოდეს განციადის სასათი მუჯიმი დამიხდებოდეს. რადგან მიხდებოდეს ონკაში წყალი არ იყოს მეჩუმად მები მებოდეს. დღეს მეძინოს მეხვინოს მიწვედა აღარ დგებოდეს. ნეტავი ნატრა მანატრა ეს ნატრა ამიხდებოდეს. მასწავლებელი სულ ყველა ხშირად დავაწყდებოდეს. მაღაზიებს სტილები აღარსად იყიდებოდეს. მეორე და მესამე კლასი ფეხბურთში სკოლის ეზოში ხვდებოდეს. ხაჭაპურები, ქადები, იქვე ყველასთვის ხვდებოდა. ჭამდე და ჭამდე ძლომბლომად, ჭამდე და ვეღარ ძღებოდე და გამაწყარი ლოგინში დასასვენებლად წვებოდე. მოიწვქენად იქცეს საწოლი, ჰაერში ამფრინდებოდა, ზამთარში ბაკურიანში მთის ძილას დავში. შემოდგომაზე კახეთში ცნობაზე წავგზავნდებოდა. ჭარმა ყურძენი ჩურჩხლის სახლში შესვისდეს. თბილ გაზაფხულის მზიან დღეს ვაკის პარკს ვესტუმრებოდე. დღით ჩადრევნები ღამით კი ბულბულის ტვენით ვტკბებოდე. ზაფხულში გასაგრილებლად მეჯუდის წყალში მწვებოდე. ჩვენი განთქმული დინამო აქ ბრაზილიას ხვდებოდა. ხილისკენ დაბრუნდებოდე, გახარებული მაცღარი ლოგინში შევგებოდე. სკოლით, სწავლით და წირებით არასდროს შევხვდები. ფიქრობ და ფიქრობ, ზარმაცი თავზე დაადგა დედიკო. ბიჭორა დიადექი ადე მომექცა ყბებია, ისევ ფიქრია ზარმაცი, სწავლა გულსაწევს იარა. დღესაც ვერ წავა სკოლაში. მარუბე დაიგვიანა! ისე კარგად წარმოჩინდნენ ახლა. მართლაც, იმიტომ კი არა ჩვენი არიან. მართლა ძალიან კარგად წარმოჩინებოდა ყოჩა. თქვენი თავით და ეს ძალიან კარგად წარმოჩინდა. ყველაფერი ძალიან კარგი ხო? მიწავტაბებს.
ძალიან კარგად ვიცით როგორ მიყვარხარ. მართალია ჩვენ ზარმაცის სცენა წარმოვადგინეთ აქ, მაგრამ დარწმუნებულები იყავით და მეკაცლებთ იმის პირობას, რომ არც ერთ ჩვენ მოსწავლეს არ უნატრია ის, რომ რომელიმე მასწავლებელი აღარ გახდეს. ან რომელიმე არ მოვიდეს, ან გაბოთილი არ ჩავტარდეს. ეს იყო ვიღაცა ზარმაცი, რომელიც ასე ოცნებობდა და არიან ასეთი ზარმაცები, თქო, დამეთანხმები ჩემი რედაქტორით, არიან, დიახ, მაგრამ აი აქედან არც ერთი არ არის ასეთი. ბავშვებო, ჩვენი ცხოვრების ერთი ეტაპი უკვე დასრულდა. როგორც ჩემი, ისე თქვენი წარმოიდგინეთ. თავზე უკვე შემოვიდო, დაიკეცა რაღაცა ერთი ან წიგნი, ან ფურცელი, არ ვიცი რაღაც. აი ეს 4 წელი იყო თქვენთან დატარებული ზღაპარი. ზღაპარი იყო ის, რომ ერთად ვიცინოდით. ერთად ვერთობოდით, ერთად სწავლობდით. მე თქვენთან ერთად ბევრი რამე შევისწავლე, იმიტომ რომ დრო გადის და სწავლას იბარებოდა თქვენია და მეც ვსწავლობდი. თქვენგან ძალიან ბევრი რამე ვისწავლე. თქვენ ჩემგან ვისწავლეთ და ასე ურთიერთგაგებით აი აქამდე მოვედით. ყველანაირად ვთქვით თავის შეკავებას, მაგრამ რასაც ცხოვრების წესია, რომ დამეთაურებინა უმაღლესი ზემოთ კლასების მასწავლებლით, რა თქმა უნდა გავყოლოდით, მაგრამ ასე არ არის. მეცხრეწლების მასწავლებლი შემოვიდეთ ზემოთ კლასებში, მაგრამ მე ამას ევიზავსი. მიგზავნას კარტიკო, მეოთხე კლასამდე მოვიყვანეთ და მეხუთე კლასში ჩაგაბარებთ არაჩვეულებრივ ჩემ თანამშრომლებს და პედაგოგებს, რომლებიც თქვენთან ერთად გააგრძელებენ კიდევ სხვა ეტაპებს და ისინი გავაკეთებენ, როგორც ეს საჭიროა. მე მინდა გისურვოთ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში წარმატება და აუცილებლად ყოველთვის თქვენი თავის დაფასება, თქვენი თავის რეალიზება. თქვენ ეს უკვე შეგიძლიათ. თქვენ უკვე დამოუკიდებელი ჩამოყალიბებული მოქალაქეები ხართ როდესაც და მომავალში მინდა რომ ყოველთვის ასე იყოს და მიამაყოს როგორც მე ასევე ჩვენ სკოლას და ასევე თქვენ საუკეთესო მშობლებს. კიდევ ერთხელ დაგვრჩათ და გილოცავ. აი სულ იავადეთ მე მშობელმა ამთქვა, რომ სიურპრიზად გვაქვსო მე და გაბრიელსო თქვენთვისო სიტყვა უნდა თქვა, სიტყვა კი არა ლექსიო და ამიტომ ჩემი სიტყვის მე შეუძლია გაბრიელს რომ ის თავისი სიურპრიზი წარმოაჩინოს, კი არა წარმოიდგინოს, აბა დროსაც არის ისწრაფით მიქრის, ეს 4 წელი ცუცებ გავიდა და მხოლოდ ახლა დავიწყე ფიქრი, რომ თქვენგან წასვლა სულაც არ მინდა. თქვენ სულ ყოველთვის მხარში გვედექით, იზიარებდით ჩვენს სევდას, ღიმილს. თითქოს უსიტყვოდ გესმოდათ ჩვენი, თითქოს თქვენც გრძნობდით ჩვენს დარდს და ტკივილს. მუდამ გვიცავდით, თუმცა მტყუოდით, არ გვაკარებდით მაინც სივნიოს. ხან გაბრაზებდით, ხანაც გულს კტკენდით, მაგრამ თქვენ არც კი დაგიჩივლიათ. და ახლა, როცა უნდა დაგშორდეთ, უცებ ვიღძენი უსაზღვრო სევდა. ჩემთვის თქვენ ისე ახლობელი ხართ, როგორც მზრუნველი მშობელი დედა. ხვალიდან ახალ ცხოვრებას ვიწყებთ, ემშვიდობებით თქვენს პატარებს. პირობას გაძლევთ, არ დაგივიწყებთ, თქვენს დარიგებებს გულით ვატარებთ. მუდამ ღვთისმშობლის კალთად ფარავდეთ და ანგელოზთა გუნდი გიცავდეთ. ვისურვებდი, რომ არ დაგვივიწყოთ და კვლავაც ძლიერ გიყვარდეთ. ძალიან დიდი მადლობა ასეთი კარგი სურპრიზისთვის. მე ჯერ არ დამთავრებია თქვენი სურპრიზები. რადგან ასეთი კარგები ხართ, ასეთი საუკეთესოები ხართ, არაჩვეულებრივი ხართ და მინდა გადმოგცეთ თქვენ სიგელი და სამართლებრივ, რომელიც არის სიბრძნის ეტაპი. თქვენი ციტატი და ის არის სიბრძნის ეტაპი და განიცდებია რაკეთ გაგზავნეთ რომლისა გავკეთოთ. დოგიტყოდი ვერ მხედავ მასწავლო საათველი კურსი.
ანა მარია თომასურიძე. ნაუკარეთ. მოსაწერი არ ვიცი, მაგრამ მაინც ასე გადმოგვიწევს. შემდეგი მარია მუმლაძე. ილოცავდა წარმატებით ისურვებშულა. შეცავ სკოლაში მივიდები და მეცავ სკოლაში, მაინც ერთად ვიდები. შემდეგი, ეს არის ლანა. მარია მარდანაშვილი. ამთანდილი. დავით კუაშვილი. ლილე სტატუსები გიაუქმნიჭებს. გაბრიელ ჩუბინიშვილი. ნიკოლოზი. და დაბჭა ანა. ხაბატები შორენა იქნება დაულოცოთ გზა ამ ჩვენს პატარებს. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მინდა მართლა დაულოცო გზა სამომავლო გზა ჩვენს პატარებს. აი ასეთ ლამაზებს, ასეთ საყვარლებს და განსაკუთრებულებს. მინდა გისურვოთ თქვენი ოცნებების სასრულობა ის, რაც თქვენ პროფესიული კუთხით ჩაიგდით, აღსრულებოდეთ, იმიტომ რომ პატარის ოცნება მაინც სხვა. მეც მინდოდა ექიმობა, მაგრამ მე შევიცვალე და აგერ თქვენთან მასწავლებლად. ასე რომ აღსრულებოდეთ ის ოცნებები, ბავშვებო, რაც თქვენთვის აუცილებელია, რაც თქვენი გულიდან მოდის, რაც თქვენ გჭირდება და თქვენ გაგატარებთ. ისურვებთ ლამაზ მომავალს, მშვიდობიანს, იმიტომ რომ მშვიდობა აუცილებელია და უზრუნველყოფს წარმატებებში გქონოდეთ. მადლობა თქვენს საყვარელ მასწავლებელს, აი ესე კარგად რომ წარმოგაჩინეთ, ასე კარგები რომ გაჩნდა, ამდენი რომ შეძლებთ თქვენ 4 წლის მანძილზე. ვიცი რა რუტინული შრომა, როგორი ძნელია. აი ეს მომენტი კიდევ თქვენთვის დილას კი დავკვირდა არ ვიტირებო, მაგრამ მაინც დავუახერხა და ატირა მეც მასწავლებელი ილოცავ წარმატებები გქონდეთ. მშობელს მინდა მადლობა უთხრა თანადგომისთვის, ჩიტკომისთვის, სიყვარულისთვის, გაზიარებისთვის და ყველაფერთვის აბსოლუტურად. მადლობა პატარებს.
ქალბატონ ქეთევან შხიკვაძე ჩვენთვის ხათუნა მასწავლებელი. უსურვოს კეთილის სურვილები, დიდხანს საშუალო ენერგია მოაჩეს წყალობა, რომ კიდევ მრავალი თავობა ამედებს და ამოხსნათი წარმატებები. დღეს თეთრისმე უკვე მხოლოდ პირველ კლასზე, რომლებიც ჩვენ შეგვიძლია მასწავლებლის ხუთი დაიდებენ გიმნაზიაში. მოდი მოვისმინოთ, ჩვენი სკოლის სახელით გააგვიქცეთ პატარა საჩუქარს. მაგის ხალხით მაინც ვიტყოდი ბებორა.
Jerusalema ikhaya lami ilondoloze uhambe nami zungangishilana Jerusalema ikhaya lami ilondoloze uhambe nami zungangishilana dawo yami ayikholana buso wami awukholana ilondoloze zuhambe nami dawo yami ayikholana buso wami awukholana ilondoloze dawo yami ayikholana buso wami awukholana ilondoloze zuhambe nami dawo yami ayikholana buso wami awukholana ilondoloze